11 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა. ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოსთან ერთად ცათამბჯენებზე განხორციელებული თავდასხმის მე-11 წლის თავს აღნიშნავს. ნიუ-იორკში დღეს სამგლოვიარო ცერემონიებია დაგეგმილი. იმ ადგილას, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები იდგა, ათასობით ადამიანი მივა. ერთი დღით შეწყდება საპრეზიდენტო კამპანიაც. 2001 წელს ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტებს თითქმის 3000 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტების სერია 11 წლის შემდეგ ახალი ამბების გადამღებ ჯგუფთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეაფასეს და მის ისტორიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ამერიკა ძალიან გამოეხმაურა ამასაც, დღესაც ძალიან თელიამბები მიდის მაგაზე. ტელევიზია და პრესა კარგად აშუქეს. რა თქმა უნდა შუქდებოდეს. არ არის ცუდი რომ შუქდებოდეს და ყველამ გაიგოს ყველაფერი. მე რამდენადაც მახსოვს 2001 წელს მოხდა ეგ ტრაგედია, რომელიც ყველასთვის იყო ძალიან შოკის მომგვრელი და სევდიანი ამბავი და მაგიტომაცაა რომ მედია აშუქებს ყოველ წელს ამ ფაქტს. მოყვა დიდი გამოხმაურება და ეს არის ისტორიულად დასამახსოვრებელი ფაქტი. ეს ტერაქტი როცა მოხდა 11 სექტემბერს, უნდა შუქდებოდეს თავისთავად ცხადია. განა მარტო ამერიკისა, საერთოდ ყველა უნდა შუქდებოდეს.